ყოველი დღე, ყოველი გადაცემის თემა არის გაზრდილი ფასები, გაზრდილი გადასახადები, გაუსაძლისი სიტუაცია ქვეყანაში და დაცლილი ქვეყანა და ქვეყნიდან გადინება საქართველოს მოქალაქეების. აი ახლა ამას უნდა შევხედოთ თუნდაც დღევანდელ ინფორმაციას რაც არის რეფინანსებასთან დაკავშირებით, ყველაფერს კომპლექსურად უნდა შევხედოთ თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები და რას უძახიან დიანა მშვიდობას. და დავსვათ კითხვა რა არის მშვიდობა და ესენი რას უძახიან? აი ხოცურად რა არის მშვიდობა და რას უძახიან მშვიდობას, ხო? შექმნეს დიანა ფასების კომისია და ფასები ყველგან და ყველაფერში მატულობს. აი ვინმე თქვა სადმე რამეში თუ გაიაბთა რა. თუ ტყუილს ვამბობთ, კი ბატონო, აგერ არის და თქვათ სადმე რამე გაიაბთა, აი მიმართავ მაყურებელს. გადასახადებია და ხედავთ რომ ელექტროენერგიის გადასახადი 33%-ით გაიზარდა. უკვე მოუვიდა ყველას ჩვენთაგანს ელექტროენერგიის გადასახადი. სახელმწიფო სერვისები ავიღოთ. პირადობის მოწმობა გაორმაგებულია, გაიზარდა. მართვის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სახელმწიფო სერვისები. ამას ხო რამე არ ჭირდება რა ისეთი. ამას ჭირდება პრინტერი, დავუშვათ და თანამშრომლის შრომა, რომელსაც ხელფას ისედაც აძლევენ, ხო? ყველგან ყველაფერში თუ რამე შესაძლებელია გადასახადი. ჯარიმები ავიღოთ, დიანა. ჯარიმებია და ავტომობილთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით გაორმაგდა ჯარიმები. სადმე რამე თუ შესაძლებელია მომატება გადასახადის ჯარიმის, ყველაფერი იმატებს. შემდეგ აკრძალვები ვნახოთ. აი აკრძალვებთან დაკავშირებით 6 წლის მანქანებს ხო აუგზავნეს უკვე შემოყვანა და ეს უკვე ნელ-ნელა უკვე ყველა მიხვდა რომ რა საშინელება და უბედურება და ამით ბიზნესი დაზარალდა, ამ სფეროში, ამ ინდუსტრიაში ჩართული ხალხი დაზარალდა. ვერ ხსნიან რატომ, რისთვის, რის გარემოს დაცვაზე და ზემოქმედებაზეა სრულმა, ეს ხო ზღაპარია საერთოდ ხალხნო. და თვითონ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მანქანებსაც ყიდულობენ, საწვავსაც ისხამენ, ტექ დათვალიერებას და ინსპექტირებასაც გადიან ავტომობილის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბოლო აკრძალვა. ვენახთან დაკავშირებით, ვენახის მოშენება. ანუ ვენახი რომ გააშენოს კახელმა გლეხმა კახეთში, ნებართვა უნდა ითხოვოს თბილისში, საწარმოო მიზნით რომ გააშენოს, რომ თავი ირჩინოს. მარტივად ახსნათ, დიანა, 8000 წლიანი კულტურით რომ გვაქვს სატრაბახოთ საქმე და ვამაყობთ, მეც და ყველა რომ ვამაყობთ. ვინმე მაშინ და საერთოდ დღევანდელ დღემდე აკრძალვა არსებობდა, როგორ მოვედით აქამდე? მაგრამ ყველგან და ყველაფერში როგორ შეიძლება ხალხო აკრძალვა? აქ კახეთში ხო და ხარჯი იმერეთში ეს ვენახთან დაკავშირებით ხო წარმოუდგენელია. სამეგრელოში ახლა შემოვიარეთ თელი სამეგრელო ძალიან მძიმე სიტუაცია. თავად მოქალაქეებს რა განწყობა აქვს? მაგასთან დაკავშირებით თხილის კულტურა ის ელაპარაკებით ხოლმე როცა დადიხართ ყველა საქართველოს მოქალაქეებს სოფლად სოფელში კუჩა კარ-კარ დავდივართ. პოლიტიკოსები რაღაცნაირად მომხრეების ყველგან არჩევენ ყველგან დავდივართ აბსოლუტურად ყველგან დავდივართ. თხილის კულტურა და თხილზე სუბსიდირება იყო 500 ლარის ის შეაჩერეს გლეხებთან ვიყავით შეხვედრაზე სუგდიდის რაიონის სოფლებში და მითხრეს რომ უკვე შეწავლა და დამუშავება რო იყო საჭირო იმას ვერ ვაკეთებ და ვერ ვამუშავებ. დიანა ნახეთ რა ხდება ბოლო 5 წლის განმავლობაში სატირლად აქვს ჩვენ ქვეყანა საქმე 22736 ბავშვმა დატოვა ქვეყანა და როგორ დატოვა მშობელმა გამოიყვანა სკოლიდან შეუაწყვეტია სწავლა საქართველოში საზღვარგარეთ წაყვანის მიზნით. იმას ხომ მშობლები წაყვა. შემდგომ ეგ არასრულწლოვანია საუბარი. სრულწლოვნება ხო დაატოვეს ქვეყანა. თქვენ სოფლებზე ლაპარაკობთ. ხო სოფლებში, როდესაც ვიყავ გვეუბნებიან რომ უკვე რამოდენიმე ადამიანმა გითხრა უკვე ტერმინი სახლი დაიკეტა არ არისო. ტერმინი არის სოფელი იკეტება. სოფელი დაიკეტა. იმიტომ რომ სოფელს არ აქვს ამ შემთხვევაში არანაირი მხარდაჭერა, არანაირი გვერდით დგომა. საწვავი გაიზარდა. შესაბამისად საგაზაფხულო სამუშაოებია ვერ ხნავს გლეხი, მიწას ვერ ამუშავებს. შემოდის საქონელი, მისი საქონელი, რასაც ამ ვალებით ღებულობს, უკვე ფასი უვარდება. არც ყველაფერი რაც კი არსებობს წინა გადაცემაში და იმის წინ და სულ მაგ ხოლმე მომაქვს სტატისტიკა რაც კი არსებობს სოფლის მეურნეობის პროდუქტი აგრარული ქვეყანა ვართ ხო სოფლის მეურნეობის პროდუქტი რაც კი არსებობს უმრავლესობა არის საზღვარგარეთიდან შემოტანილი რატომ იმიტომ რომ ჩვენთან ფერმერს გლეხს საქართველოს მოქალაქეს ეუბნებიან რომ შენ უნდა გქონდეს გაუსაძლისი სიტუაცია სხვა მეტი არაფერი არაა ეს არაპირდაპირ თქვა რომ წახვიდი ამ ქვეყნიდან და დატოვო ეს ქვეყანა წავიდა დაიცალა საქართველო ეს არის პოლიტიკა, მეტი არაფერი საქართველოს ქართველების გარეშე და სამაგიეროდ რას ვღებულობთ, დიანა ნახეთ, კორუფცია. ჩამხრჩვალი, ჩამხრჩობილი, აი იხჩობიან, ყედა იხარშებიან კორუფციაში ეს ადამიანები.
ბოლოს რასაც უყურებთ ხო მე შორსა ვარ იმაზრისაგან რომ ესენი რაღაც კორუფციას ებძვიან მაგრამ ერთმანეთთან ხომ აქვს დაპირისპირება პრემიერ-მინისტრად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თავდაცვის მინისტრი ამით ეუბნებიან აუდიტორიას მოქალაქეებს მათ მომხრეებსაც რომ სადაც კორუფცია იყო ჩვენ საკუთარ მომხრეებსაც არ ვინდობთ და საკუთარ წიაღიდანაც ვაპატიმრებთ ხალხს როცა კორუფციული ეს თქვათ ფაქტებიაო ეს გზავნილი არა მათი მხრიდან ანუ ასე არიგებს მისი მომხრე მინიმუმ მისი მომხრე არა დიანა მე ხალხს ხვდები და არავინ ასე არ იღებს ხალხი იმას იგებს რომ გააღატაკეს ქვეყანა და პირდაპირ გებულობენ და დაცინიან ეს ადამიანები და როგორ დაცინიან იმასაც გეტყვი ხალხი როგორ იყო გამწარებელი ბოლო ჩასვლისას სადაც მოვიარეთ გეტყვით რა ხდებოდა და თქვენ რასაც ლაპარაკობთ ამას საერთოდ არაფერი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ვინაიდან ჩვენ თუნდაც ლელოძლიერი საქართველო საუბრობდით დღენიადაგ რომ ქვეყანას შეჭამა კორუფცია მაგრამ გვეუბნებოდნენ არა არაფერი არაო ჭის გადაფრენები ჩარტერები ამაზე ხო საუბრობდით ნოდარ მელაძეს მარტო ეყოფა ნუ არ ვიცი თელ საქართველოში გამოძიება რაც აქვს ჩატარებოდა მის საგამოძიებო ჯგუფს მაგრამ იმ საქმეების შემდგომ ახლა უკვე ამოწევა მიმდინარეობს როცა დაჭირდათ ხო ამ შემთხვევაში ყველაფერი იცოდა და არაფერი მე დაცინვა ნახეთ დაცინვის ფასების კომისია ხომ რეალობაში არის დაცინვა და მეტი არაფერი და ყობახიძის ბოლო გამოსტავსა დაკავშირებით ბელი შეკვდა ხო სოციალურ ქსელში რაღაცა ბოდიში ჟარგონს და ღადაობდა ხალხი მაგრამ ათლარიან ხორცთან დაკავშირებით და რაღაც მიმები და რაღაცები იყო მაგრამ უბრალოდ იქ ერალაში იყო მთელი ამ თემაზე. კი ბატონო, მაგრამ ხალხი როგორ იყო, იცით? გაბრაზებული, გამწარებული და გვეუბნებოდნენ, რომ დაგცინის ეს ადამიანიო. აი პირდაპირ დაგცინის ეს ადამიანიო და დაცინვა, აბა რა. ბატონ, რაიონებში 20 ლარად მაგალითად ხორის ხორცის ყიდვა არ არის შესაძლებელი. არ ჩავიდეთ დიანა და რა სიტუაცია რაიონებში. არაფერი რითი განსხვავდება, უფრო უარესი გაჭირვებაა რაიონებში, მაშინ რა ქვია, დედაქალაქს გარეთ, ვიდრე დედაქალაქში თანაბრადაა თითქმის. იქ ხალხი უბრალოდ წარმოუდგენელი რამ ხდება. რო გაიაროთ საღამოს, ხო ზოგ სოფლებში შუკი 1-2 ადგილას რო გაინახოთ ანთებული, გაგიხარდებათ, სადაც სავსე იყო ხალხი და ასე შემდეგ. და ბოლო განცხადება, რაზეც არის საუბარი, გერმანიაში და საფრანგეთში პროდუქტებს ადრიდა ხალხო. სადამდე მივედით? თავიდან დაიწყო მთელი ეს ეპოპეა იმით, რომ ჩვენთან უფრო ძვირიაო და დაასრულა იმით, რომ ჩვენთან უფრო იაფიაო ამ დროს აქ არაფერი არ გაიაფებულა. ეს სამა თავიანთ ყულებში ხო იხლართებიან, მაგრამ იმას კი არავინ არ ლაპარაკობს. იქ რამდენი აქვს ხელფასი? პენსიონერს რამდენი აქვს პენსია? და მოდი შევაჯიბროთ და ვნახოთ. კითხვა მე მგონი ბოლო კომენტარის დროს. დავასრულებდი ან უყურეთ. ჩვენს პენსიონერს უმაღლესი პენსია აქვს 495 ლარი. უმაღლესი პენსია რაც არის 495 ლარი. მაგრამ არ შევადარებ ამ შემთხვევაში ყველამ კარგად ვიცი 10 ჯერ მეტი და რამდენჯერ მეტია გერმანელი, ფრანგი და ევროპელი პენსიონერის, მაგრამ რამდენი აქვს თამათ ხელფასი? ხელფასი რამდენი აქვს თამათ? 10,000 და მეტი აქვს ხელფასი, ხო? უფასო სასადილოებიდან ლარი და 70 იყო გამოყოფილი უფასო სასადილოზე. და იქიდან ყובה საკვებში, საკვები წილი არის ლარი და 16-დან ლარი და 28-თან და ლოჯისტიკის მაგას ლაპარაკობ, ლარი და 16-ად რომ ერთი ადამიანი უნდა გამოყვებო, ხო წარმოგიდგენია დღეს? ერთმა ადამიანმა თვითონ იყვებონ ლარი და 16-ად როგორია? და ლარი და 16-ად რომ უნდა გამოყვებო ერთი ადამიანი და იქიდან დეანა. იქედანაც რომ იპარავენ. იქ იმაშიც რომ კორუფცია ყველა დონეზე გახრწნეს ყველაფერი, გახრწნილია. უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ წალეკა კორუფციამ ყველაფერი. ყველაფერი წალეკილია ამ შემთხვევაში და ყველგან და ბოლოს დასასრულს ზუგდიდში რო ვიყავში, მე აი წინა წლებშიც არა ხშირადაც გამიკეთებია განცხადებაც და ტელევიზიისათაც და უწოდებ კორუფციის სიმბოლოს და კორუფციის ამ შემთხვევაში სასახლეს ზუგდიდის სტადიონს. სადაც 10 მილიონი ლარი დაიხარჯა ზუგდიდის სტადიონზე. 10 მილიონი ლარი დაიხარჯა და უვარგისია ექსპლუატაციაში მისაღება და არავინ არიბარებს არ ბარდება. 12 წელია დაახლოებით შენებლობა დაწყებულია. ისმის კითხვა, სად არის პასუხისმგებელი პირები? სად წავიდა საქართველოს მოქალაქეების თანხები? და ეს ხო ერთია მარტო. და ერთ შემთხვევას ლაპარაკობ ახლა. მივედი სოციალურად გაჭირებული სტატუსი ვისაც ნახდა ეკუთვნის ხალხო სახში აწვინთ არა სამუშაო მეორე ადგილას ძალიან ძიმე სიტუაცია არის გაჭირებული ხალხი და ავადმყოფი ადამიანები და ეუბნებიან რომ არ გეკუთვნითო მაღალი ქულები გაქვთ და კარგად იყავითო მაგრამ გადახედეთ სხვას ვის აქვს სოციალური სტატუსები და ამ შემთხვევაში საერთოდ რა დონეზე არის და როგორ ხდება გრადაცია და შეფასება ამ ყველაფერში ინფრასტრუქტურული პრობლემები ყველგან
და ყოველთვის აი ხობის რაიონში ვიყავი მაგალითად, ხო? ინფრასტრუქტურული პრობლემები, სადაც არავინ ახალ ხიბულაში, სოფელ ახალ ხიბულაში, სადაც არავინ არ აქცევს ყურადღებას მოსახლეობას. ერთი დასახლება, იქ თავიანთი პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ აქ თავარი რა არის, იცი? პრობლემებზე რეაგირებაა საჭირო. პრობლემებთან დაკავშირებით საჭიროა აქტიური მოქმედება, ჩვენი საკრებულოს წევრები, დეპუტატები ამას აქტიურად მოქმედებენ, აღრიცხავენ, საკითხს აყენებენ, გასაგებია, მაგრამ ესენი არაფერს არ ლევან, ეს თემები არის ახლა ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის. როგორ ფიქრობთ, მომდევნო არჩევნები იქნება თუ რაც იქნება, არ ვიცი, პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თუ არა, რაღაც საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, კონკრეტული მოქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხები და ამაზე ყურადღების გამახვილება. შეუძლებელია. იმიტომ რომ რაღაც ძალიან ზოგადი და გლობალურმა თემებმა წაიღო პოლიტიკოსების დღის წესრიგი. ყოველთვის მე შემეძლია გითხრათ, მე და ჩემი პარტიის წევრები სულ ხალხთან ვართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უფრო და ასეც გავაგზავნე და ჩვენი მოქალაქეების სატკივართან დაკავშირებით ყოველთვის ვიქნებით ხმამაღლებული დამცველები. ახლა რა თქვენ რაც შეეხება, რასაც საუბრობთ. რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი დღის წესრიგი? იმაზე მეტი ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. როდესაც ბავშვები მშივრები არიან. როდესაც ახალგაზრდობიდან იცლება საქართველო. ამაზე მეტი რა შეიძლება დღის წესრიგი იყოს? როდესაც კორუფციამ შეჭამა ქვეყანა. როდესაც აი დავადებულ ბავშვებს დავასრულებ. ახლა ჩართვა ქონდათ. საცოდაობას უყურებ, ხახო. როდესაც დავადებულ ბავშვებს წამალს არ აძლევენ და წამლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით წომაზე ეუბნებიან უარს. და გამართლებას რას აძლევენ თურმე არ იქნება წარმოუდგენელ სიგიჟეებს საუბრობენ. და აქეთ ნახეთ რა ხდება დიანა, შეამოწმეთ მაღალი თანამდებობის პირების, პარლამენტის წევრების, მათთან დაკავშირებული ოჯახის წევრების და ნათესავების სიდედრების, სიმამრების და ცოლის დების და ასე შემდეგ ტენდერებში გამარჯვებები და მილიონობით ლარები შეამოწმეთ. აი ეს არის, ეს უნდა იყოს თავარი და ეს იქნება მთავარი ძლიერი საქართველოს. მადლობა, ლევან სამუშია იყო ჩვენი სტუმარი, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.